მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, დღეს ისე ხუჩაბათია, მართალია ჩემო ბატონო, რომ ძიმე ხუჩაბათია დღეს. უკანასკნელი პასექი ჩემო ბატონო, როცა იესო ხშებთა თავის მოციქულებს და თავდავლობის დღე თითქოს დღევანდელი დღე, რომ ფეხები დაბანა ჩემო ბატონო თავის ხელით, თავის მოწაფეებს. ხვალ წითელი პარასკევი გვაქვს, ეს კვირა არის ნების კვირა, მოგეხსენებათ და მოგესალმებით ჩემო ბატონო, ასე გავაგრძელებთ და დღეს რაღაცა შვიდად ნარად ნაკლებად ისე მხიარულად შევეცდებით, რომ ისეთ ტრაგიკულ ტონში არა, მაგრამ ისე წავიყვანთ, თან საინტერესო სტუმარი მყავს ძალიან, რომელიც უნდა მომეყვანა მე 27 მარტისთვის მოგეხსენებათ იყო თეატრის დღე და ვის მოვიყვანე უკეთეს თუ არა დიმახთვის ეშვი ჩემო ბატონო. იმიტომ რომ აი მართლა რომ არის რა გითხრათ ახლა ჯერ ამ კაცის მახსოვრობა როგორც გავკვირები ამასთან დაკავშირებით კიდე ცალკე ვილაპარაკებ რომ აი შეუძლია მოყვეს ისეთი რამეები რომელიც მართლა სერიოზულად აი კორიფეებზე ესეთი რაღაცები მოყვეს რომ მისმა გვერდზე მყოფებს არ ახსოვთ რა ისეთი ისტორიებიც სამკაცმე და 50 წუთი ძალიან ცოტაა რა მოკლედ შემოკარგებოდ ეს არის ჯაპანას პაპანაკება 98 და 5-ია მოგეხსენებათ არის გაზაფხულის ქუჩა გაზაფხულის დღეები დგას და მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დღეს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო და პატივია ჩემთვის შემოდიმა შენი სტუმრობა ჩვენს დიდი მადლობა პირიქით მოგესალმებით ყველას დიმახ თისიაშვილი რო იცოდე ჩემო ბატონო ეხლა მე მითხარ არ გინდა ხა ეს რეგალიები და მაგრამ კი არ ვიცოდი ეხლა ხან მივუღია კიდე ბრწყინვალების ორდენი მანამდე აქვს ღირსების ორდენი აქ მარჯანიშვილის პრემია რუსთაველი რაღაცა ყველაფერი კალიგულას პრემია რა კეთი ყველაფერი აქვს აი ზატრუდავოი დობლეს იყო ეგეთი ხო იცი საბჭოთა კავშირის დროს რა ერთი ეგეთი არა აქვს რა კალიგულას ის არა აქვს და დანარჩენი ყველაფერი აქვს რეგალიებს ეხლა ვერ ჩამოვთვლი და საკონდიციონერები ჩემ პროდიუსერს განსაკუთრებით გაიგონო საკიდან რომ რას ქვია კაცო ამ კაცის რეგალიები რო არ ჩამოვიწერეთ უზარმაზარი საქმეებია არც არის საჭირო დიდი მადლობელი ვარ მოგზადებისთვის და დიმა ესე იგი აღთუანებული ვარ შენი შრომით ამ წლის განმავლობაში რა მარტო მე კი არა ეს ახლა მე ვლაპარაკობ და ჩემი გადაცემა აგერ და ჩემი საავტოროა და მე ვიტყვი აქ და საერთოდ გარშემო ადამიანები არიან ახლა თუ არ ახარ მტერი და გამწარებული ადამიანზე ახლა რაც შენაკეთე ახლა ამ ბოლო წლებში ამასთან დაკავშირებით შეძლებიზე გვარად ვილაპარაკებთ რა მაგრამ მინდა დავიწყო ბავშვობით როგორ აი შენი ბავშვობით დავიწყოთ მე ცოტა ერთი ორი სიტყვა თეატრთან დაკავშირებითაც ვილაპარაკოთ რა თქმა უნდა მოზარდზე უნდა ვილაპარაკოთ და რა თქმა უნდა იმ ახლობელ კორიფე ადამიანებზე ლეგენდარულ ადამიანებზე ყველას რაღაცნაირად მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ იმიტომ რომ ისე კარგად ვილაპარაკებ შენ რომ დაწუნებული ვარ ჩემი ჩართვა არ იქნება საჭირო ამიტომ გავაკეთე ეს შესავალი დავიწყოთ ჩემო კარგო იმით რომ აი ახლა ბავშვობა ისეთი რამეა დასაწყისია დედიკო შენმა დედიკომ დიდი წვლილი შეიტანა მე როგორც ვიში და მახსოვს მე გაგონილიც მაქვს ეს ამბავი მაგრამ მაყურებს საინტერესო პროკავშირები ეს რუსთაველის თეატრი რო შენამობელი იყავით ან აუ იმ უბანში ვართ ეხლა სპოტაში კი ბატონო აგერ ვართ სულ ორი ფეხის ნაბიჯზე ეხლა ნების კვირა და მე თუ ბავშვობიდან მოვყვები ძალიან ბევრ უკვე წასულ ადამიანს გავიხსენებ და ეს ამ კვირას უხდება ასე ვთქვათ და ლოგიკურია ისევე როგორც დღეს გარდა დიდი ხუჩაბათის არის 9 აპრილი და მე თვითონ 9 აპრილის მონაწილე ვარ ეს იყო მეოთხე კურსზე ვიყავი მე და ჩვენ წინა დღეებშიც 4 აპრილიდან დაიწყო ეს აქციები ყველას გახსოვთ და წინა დღეებიდან მოყოლებული თეატრალური ინსტიტუტი ასე ერქვა მაშინ იყო ეპიცენტრი იმ თვალსაზრისით რომ ჰქონდა დიდ დაშტებზე ეს წყალი სველი სალფეტკები თუ ნაჭრები რომ პირველად დახმარება დაგვეწია ჩემთვის შტაბი იყო გვერდზე ვცხოვრობდი კადეტსკი კორპუსში კი ბატონო და ის ღამეც მე არ მავიწყდება არასდროს, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით იქ, ვიყავით იმ დარბევაში, შემდეგ თავი შევაფარეთ ინსტიტუტს, მერე კახი კავსაძის ძალიან დიდი ძალისხმევით გაანგრიეს კარები რუსთაველის თეატრიდან ინსტიტუტიდან, მთელი ეს სტუდენტები, ვინც თავშეფარული ვიყავით იქ, გადაგვიყვანეს რუსთაველის თეატრში და დილამდე ვიყავით იქ და მე დილას თვითონვე დაგვარიგეს მე მაგალითად გოგი ხარაბაძემ წამომიყვანა. ისე ჩაგაცვა რაღაცეები, დასაცმლები, დახეული და აი ასეთი ამბავი იყო და
მართლაც ხსოვნა და არ დავიწყება იმ არაჩვეულებრივ ქალბატონებს, უმრავლესობა ქალბატონი დაიღუპა, ვინც ამ დღეს დაიღუპა. რაც შეეხება ბავშვობას, ნუ დედაჩემი იყო გიჟ თეატრალი და ეს ბაბუაჩემიდან მოდის საერთოდ, ბაბუაჩემი ზუგდიდში ცხოვრობდა, იქედან ასე ჩასვამდა ოჯახს, აბე დაღავდაო, მე არ მოსწრები ვარ ბაბუას, ჩამოიყვანდა და აიღებდა. დედის მამაზეა ლაპარაკი აიღებდა. მარგალები ყავდა? არა, ბაბა, როგავა და ბებიაჩემ მეუნარგია გახლდათ, იონა მეუნარგიას შთამომავალი და მოკლედ ჩამოიყვანდა სასტუმრო თბილისში და აბინავებდა მე აბა ერთ სპექტაკლზე, აბა მეორე სპექტაკლზე და 50-იანი წლების პრაქტიკულად პროგრამები, თეატრალური თბილისები, ისინი ყველაფერი არსებობს ჩემთან სახში, ბაბუაჩემის შეგროვილი, აი გიჟი თეატრალი, რასაც ქვია. მე ცხონებული კოტე თოლორაია მეუბნებოდა ხოლმე 2 სეზონი გაატარეს თამარას ხირტლაძემ და კოტე თოლორაია ზუგდიდის თეატრში და იქ მე გავიცანიო ბაბუაშენიო, იმიტომ რომ იქაც ძალიან მეგობრობდა იქ თეატრის ხალხთან და მეც როცა ვიყავი ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელი, ბაბუაჩემის მადლი იქამდე მომყვა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ მოვსწრები ვარ. მერე მოხდა ისე, რომ ჩემი კლასელი ლაშა ცაგარეიშვილი იყო ლაურა ანთაძის და ცუგო ცაგარეიშვილის შვილი, ლაურა მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო და პირველი სასახლის თამარ თეთრაძე მიწერია კიდე პროდიუსერმა. ეგ არ გამოტოვა პროდიუსერმა. არა, ხო და აი ლაურამ გამიწია თამარ თეთრაძესთან, ესე ვთქვათ, ის და მე დავიწყე თამარ თეთრაძესთან. პირველი როლი ბაში რატო გამომიტოვე? 101 სკოლაში 7 წლის რო იყავი და ბაღბაღდები გითამაშია. აი, ეგ იყო ლაურა ანთაძის დადგმული სწორედ და ბაღბაღდებს მე ვთამაშობდი, ლაშა თამაშობდა ჯინჯრაკას. მერე იყო უკვე თამარ თეთრაძის ეს თეატრი, სხვათა შორის იყო თეატრი, რასაც ქვია, თამარის გარდა სულ ახლახანს გარდაცვლილი, ჯერ 40-იც არ არის ქალბატონი ზორა ეგუტია, იყო ხელმძღვანელი, ჩვენი მარლენე ეგუტიას და ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მათ მოგვატარეს მთელი საქართველო. მე ბავშვობაში გავიცანი. ეს 101 სკოლაში. არა, პირველ სასახლეში. ხო, გავიცანი მაშინ სვანეთი, მესხეჯავახეთი, მთა, რაჭა, აი ასე დაგვატარეს მთელი საქართველო და ეს ახლა ერთად იყავით სალია გურამჯაში, ეკამ ჟავანაძე, გია გაჩეჩილაძე, გია როინიშვილი, მერაბ ნინიძე, ძალიან ბევრი ადამიანი ვიყავით ერთად და სწორედ მაკედანვე წაიყვანეს მაგალითად მერაბ ნინიძე და მამუკა წიგლაური რიჩარდ მესამეში რუსთაველის თეატრში სათამაშოდ აი ეგეთი დრო იყო. შემდეგ უკვე დაიწყო ინსტიტუტის პერიოდი, ქალბატონ ლილიოსელიანის ჯგუფი და ნუ ინსტიტუტის დამთავრების წელს მოხდა სწორედ ეს 9 აპრილი და შემდეგ დამტოვეს როგორც ინსტიტუტში კათედრაზე ქალბატონ ლილისთან ასისტენტად, ისე მარჯანიშვილის თეატრში მსახიობად, ეს უკვე მედეა კუჭუხიძის აბსოლუტურად სამსახიობო მქონდა მაშინ დამთავრებული. მერე უკვე ბატონ გიგა ლორთქიფანიძესთან დავამთავრე სარეჟისორო. ჩემი ჯგუფელებიდან ეხლა თეატრში მუშაობენ ნინო არსენიშვილი რუსთაველის თეატრშია, ქეთ ქიტიაშვილი არის ჩემთან, ზაზა სალი არის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. არა, მარჯანიშვილში. ბოდიში მოზარდში არის ქეთი ქიტიაშვილი, ზაზა სალი არის მარჯანიშვილში, თამრიკო ბეჟუაშვილი არის ახმეტელის თეატრში. დანარჩენები არ გაყოლიან ამ გზას, ჩემთან აი პარალელურად ჯგუფთან სარეჟისორო 2 ადამიანი იყო, ერთ-ერთი იყო გურამ ვაშაკიძე, რომელიც ასევე არის მარჯანიშვილის თეატრში თქვენთან, ჩემი ბატონ მიშასთან და მე ჩემ ჯგუფში იყო. აი ასეთი ჯგუფი ყავდა. თუმცა სადიპლომო და საკურსო სპექტაკლებში აქტიურად თამაშობდნენ გიზო ჟორდანიას ჯგუფის ბავშვები, ერთი წლით ქვემოთ იყვნენ ჩვენზე, ეს იყო ირაკლი კავსაძე, გოგა თავაძე, ზურიკო ბერიკა, ირაკლი კერვალიშვილი, აი ეს ბიჭები, თამაზ გოგოლაძე და სხვები, იმიტომ რომ აი ჭირდებოდა ხოლმე სპექტაკლებში მეტი ადამიანი და ამიტომ ორივე სპექტაკლში სამიდა და ქამუშაძის გაჭირვება დაიდგა. სამწუხაროდ არც ერთი პედაგოგი აი ბოლო ვინც წავიდა ამ ქვეყნიდან, სულ ახლახანს წავიდა ოთარ ბაღათურია, რომელიც იყო მეორე რეჟისორი ჯგუფში და სადიპლომო სპექტაკლი მან დადგა. წავიდა ლეილა კაპანაძე, არაჩვეულებრივი პედაგოგი სასწავლო მეტყველების, ძალიან მნიშვნელოვანი
კვალიდატოვა მან ის არ იყო მარტო ჩემი მეგობრის დედა, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ პაბლაშკა არ მქონია არასოდეს სწავლის დროს საკმაოდ მკაცრი, მომთხოვნი და რაც მთავარია დარგის პროფესიონალი. თქვენ ინსტიტუტამდე შენდა ზურიკანაზე მე ვილაპარაკოთ. მე და ზურიკო ერთ ეზოში გაიზარდეთ. კი ბატონო. აი ესე იყო. პირველივე წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მარჯანიშვილის თეატრში, იმიტომ რომ აი საოცარი კალეიდოსკოპი იყო მაშინ, მე ვინც დამხვდა იქ. აი ვიცი, ამ კითხებიც აღარ გჭირდება, აი პირდაპირ ზუსტად მიყვება. ხო, აი დამხვდა, აი საოცრება, აი პირველი ადამიანი, ვინც გარდაიცვალა აი ჩემი მისვლის შემდეგ, იყო კუკური ლაფერაც. ესე კარგად მახსოვს და ბატონ კუკურიც მახსოვს ის დადიოდა ჰაკიაძმა აღადგინეს და მოდიოდა რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე და იმის მერე აი ნუ რა ვიცი, ბატონ კუკურისთან არა, მაგრამ დანარჩენი აბსოლუტურად ყველასთან მომიწია შემოქმედებითი ურთიერთობა. ეს იყო ოთარ მეღვინე-თხუცეს, ნოდარ მგალობლიშვილი, თენგიზარ ჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძე. ჩემს პირველ სპექტაკლში, რომელიც უკვე როგორც რეჟისორმა დავდგი, 1995 წელს თამაშობდა ელენე ყიფშიძე, გოგი გელოვანი, თამარ სხირტლაძე, მედია ჯაფარიძე, მზია მახვილაძე, მზია ქადაგიძე, გიზო სიხარულიძე, არც ერთ ცოცხალი აღარ არის სამწუხაროდ და ეს ძალიან დიდი დანაკლისია და რას წარმოვიდგენდი, რომ ახალი თაობიდან უკვე ზურიკო და ვასიკო ძოწენიძე ორი კაცი, რომელიც თამაშობდა ჩემს პირველ სპექტაკლში, ჩემი თანატოლები, ჩემზე უმცროსები აღარ არიან უკვე ამ ქვეყნად. მაგრამ მოხდა ბატონ დავით, ეგეთი რამ მოხდა, ჩემო ბატონო, რომ მარჯანიშვილის თეატრში ყველა ადამიანი, თემურ ჩხეიძე, მედია კუჭუხიძე, გოგი თოდაძე, ეს რეჟისურის მიმართულებას გულისხმობ, დათო ანდღულაძეც კი, რაღაც აი მამაშვილურ, დედაშვილური ურთიერთობები, აბა მოდი ეს გავას, მოდი ის. მე მივხვდი ერთ რამეს, იქ ვიყავი საოცარ კომფორტში, მაგრამ მე თუ არ გავეცლებოდი ახლა იქაურობას და რაღაცა დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ გადავდგამდი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მე იმათ ვერ ვეტყოდი რომ არა ეს ასე კი არა ისე მინდა რაღაცა და ამიტომ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი ზუგდიდში, გავცლოდი დედაქალაქსაც, რომ დამოუკიდებლად დამეწყო ფიქრი, მე მახსოვს ბატონი ოთარი იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, რომ შევედი რომ ზუგდიდში მინდა მეთქი წასვლა, გაოგნებული მიყურებდა რომ სარეჟისოროზე აღარ ჩაგიბარებია მე მოხდა ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ მაშინ იყო ეგეთი კანონი, რომ თუ სახელმწიფო აკადემიურ თეატრში თუ შენ დადგამდი სპექტაკლს, შენ კულტურის სამინისტრო განიჭებდა რეჟისორის კვალიფიკაციას. და მე მომანიჭეს მაშინ რეჟისორის კვალიფიკაცია კი არა, მთლად სამხატვრო ხელმძღვანელად დამნიშნეს ზუგდიდის თეატრის ოღონდ ერთ სპექტაკლის დადგმის შემდეგ, მათაც არ იცოდნენ რომ ეიქცავთ. თუმცა მე მაინც მინდოდა რომ კიდევ უფრო ღრმად გამეგო ამ პროფესიის საიდუმლო, ვიყავი თემურ ჩხეიძის ასისტენტი რამოდენიმე სპექტაკლზე, თავისივე ინიციატივით და მე დღემდე ვთვლი თემურს ჩემს პედაგოგად და ოფიციალურად უკვე შემდეგ გიგა ლორთქიფანიძესთან დავამთავრე. ის 3 წელი კიდე ცალკე თემა, ბატონი გიგა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანიც, არა მარტო ხელოვანი და მართლა ძალიან საინტერესო წლები იყო. კომფორტული იყო შეთა მუშაობა ჩემოდიმა და იმიტომ რა ეხა თორე თემურ ჩხეიძე არ იყო ეხა ის პიროვნება რომელიც რაღაცა ეხა თემურს მართლაც ძალიან დიდი წვლილი მეუძღვის ბევრ რამეში და აი როგორი ურთიერთობა იყო იცით ცეილემის პროცესს დგამდა და გვერდზე ვეჯექი თითქოს ჩემ აზრს რამე გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონოდა არც ერთი მიზანსცენა არ გაუკეთებია და ამ დროს ხო ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი მოპიკრებული ქონდა. მე თუ არ დამეკითხებოდა. მე თუ რაღაცა და თან თხოვა რომ ისე არ დამეთანხმო. მეო მინდა ეს ურთიერთ აზრის გაცვლა ის და მოკლედ აი იმ წლებმა და იმ სპექტაკლებმა სადაც ერთად ვიმუშავეთ
ჩემს დატოვა წარუშლელის დაბეჭდილება და მე როგორც მსახიობიც ვიყავი მასთან დაკავებული რამოდენიმე სპექტაკლში მანამდე, მაგრამ აი უკვე სეილემის შემდეგ მანვე შემომთავაზა პირველი. ეხლა კი ვამბობ ქამუშაძის გაჭირებას, მაგრამ სულ პირველი რაღაც პატარა სარეჟისორო ის იყო აგერარიო ია შუღლიაშვილი, დედამის სიმღერებითო, აგერარ ჯემალიო, ჯემალ სააქო რაღაც ესეები დაწერილი ინოლაზეო მონიავას და აგერო ჯემალი წამყვანად აირჩიო ია სიმღერაზე და რაღაც აი მუსიკალურ პოეტური ის გააკეთეო. გავაკეთეთ ჩვენ ეს, გამოუშვით სპექტაკლად, ინოლა ერქვა ასე და ძალიან მოეწონა გაიოს კანდელაკს იმდენად რომ შემდეგ რეპერტუარში ჩასვლა და 2 სეზონი გადიოდა ეს მარჯანიშვილის თეატრში. აი ეს იყო ოფიციალურად პირველი, მაგრამ მაინც საღამო სპექტაკლებით იყო და უფრო ქამუშაძის გაჭირებას ამიტომ ვთვლი. დღეისთვის მაგ დაახლოებით არა ეხლა რაღაც კონკურსისთვის დამჭირდა და ბოლო სპექტაკლი აი ახლა იყო პრემიერა მარტში, ეს იყო 84 დადგმა დრამატულ თეატრში. რამდენი წელია რაც 21 წელია რაც რეჟისურაში ვარ და აქედან მოზარდში 21 მეთქი 31 და მოზარდში 13. მოზარდში 13. შემდეგ მოხდა ისე რომ ზუგდიდიდან დაუბრუნდი იქ ოჯახური მდგომარეობის გამო რაღაცა ხან დედა მარტო აქ დატოვება არ გამოდიოდა ისეს და ძალიან მოულოდნელად თუ შეიძლება ასე ითქვას ყველა კარი დამხვდა დაკეტილი. რაღაც აი ვერსად თითქოს ის და 2 ადამიანი. ეს რომელი წლებია? 2000 წელია და აი ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ხელახლა გამოჩნდა 2 ადამიანი, იმიტომ რომ ისინი არსებობდნენ ოღონდ სხვანაირად. ეს იყო კოტე მახარაძე და ლევან წულაძე. ერთმა გამიღო სარდაფისკარი, მეორე მიმიყვანა პირდაპირ ვერიკო ანჯაფარიძის თეატრში და კიდე ცალკე ამბავი დაიწყო ბატონ კოტესთან და ქალბატონ სოფიკოსთან ურთიერთობის. ლევანს რაც შეეხება იქ 3 სპექტაკლი დავდგე, მე უკვე პროფესიულად როგორც რეჟისორის არ გამაჩერა, ასე ვთქვათ, სარდაფში მუშაობამ და ის იყო ძალიან დიდი მადლი. ხოლო კოტე მახარაძესთან ბოლო სპექტაკლი ის აისბერგი თიკუნით, რომელიც სტალინის ცხოვრებას ეძღვნებოდა, ის ვიმუშავეთ ერთად და იყო უზარმაზარი გამოცდილება ასეთი ერუდიციის კაცთან წელს 100 წელი ხდება მისი დაბადებიდან და იმედი მაქვს რომ ნოემბერში რაღაცა ამას განსაკუთრებულად აუღნიშნავთ. და შემდეგი აი ესეთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო ერთვენიერ დღეს და მირეკა ეკა მაზმიშვილმა და მითხრა რომ სასწრაფოდ მინდა რომ მოხვიდე მარჯანიშვილის თეატრში. რა ხდება ეკა და აი ლევანმა და მე გადავწყვიტეთო რომ გვინდა რომ იყოს შტატში ჩვენთან რეჟისორად და ამით მოხდა რაღაცა დაბრუნება უკვე ჩემი მარჯანიშვილის თეატრში. საიდანაც უკვე მე დამნიშნეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მივედით მოზარდში. ხო. ეხლა რა მინდა თქვა რომ უთხრა მაყურებელს უნდა უთხრა რომ რამდენიმე სპექტაკლი თამაშდება დღეს, ეგ შენ რაც მიხვედი, ესე იგი დაიდგა ეხლა იქ ვიწერია და ბარე, მან ირინეს ბედნიერება ნაცარკეკია, ფიფქიაძაშვილი ჯუჯა, მე ვხედავ ეს გზავრის სერილები, აუზაური არაფრის გამო, ბოლოქსის ბლუზი, წყილი და ჭიანჭველა, არ დამივიწყო სეილემის პროცესი, ბაშია ჯუკი, უჩხული და ლამაზბანი. ესე იგი შემიძლია დილამდე ეხლა დავждე, დილამდე 1-3 ფურცე რო გადავყუროთ, დრო არა გვაქვს, ეხლა ამაზე რო დრო ვკარგო. ესე იგი სერიოზული მუშაობა მიდის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მოზარდ მაყურებელთა თეატრი თან არ არის, რატომღაც გონიათ რომ რაღაცა ბავშვებთან რო გაქვს ურთიერთობა, ეს რაღაცა ადვილია. ურთულესი მისადგომია რა ამ სიტუაციას. აი რომ იმით დავიწყოთ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში რომ მიხვედი. რა დაგხვდა იქ დიმა და სხვათა შორის იყო არა რომ შენთან ვარ დავით პირველი რაც მე ზუსტად ვიცოდი, მე მჭირდებოდა რაღაცა როგორც თეატრცოდნეობით, ისე ლიტერატურული რაღაც ის რომ ლიტერატურულად, დრამატურგიულად ყოფილიყო ცოტა სხვა სიმაღლეზე ასული ეს და პირველი ვისაც შევთავაზე ჩემთან ერთად მუშაობა ეს იყო თქვენი და არაჩვეულებრივი თეატრცოდნე ქალბატონი დოდო და ვისარგებლებ დღევანდელი დღით არაჩვეულებრივი თეატრცოდნე ქალბატონი მანანა გეგეჭკორი, რომლის დაბადების დღეს არის დღეს და გახდებოდა 71 წლის და ღმერთმა ნათელში ამყოფოს არაჩვეულებრივი ქალბატონი მანანა.
და ჩვენ ერთად დავიწყეთ დაგეგმვა რეპერტუარის რა როგორ ყოფილიყო სხვათა შორის არ ვიცი იცი თუ არა მე და დოდომ დავწერეთ ერთად პიესა ხუთკუნჯულა ხალხური ზღაპრის მიხედვით ხო და ასევე მანანასთან ერთად გავაკეთეთ ბაშიაჩუკის ინსცენირება ანუ აი ვეძებდით რაღაცა თემებს ქართულ მასალაშიც არაქართულ მასალაშიც და მთავარი პრიორიტეტი მაშინ იყო ის რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრი იყო გადასარჩენი და ამ გადარჩენაში მინდოდა რომ მიეღო სრულიად ქართულ თეატრს მონაწილეობა და ძალიან დიდი სიამოვნებით მე მახსოვს დამთავრდა და პირველივე სეზონში, აი პირველი 2013-14 წლების სეზონში 23 პრემიერა გამოვიდა. კი ბატონო, კარგად მახსოვს. წელიწადში და სპექტაკლები დადგეს ლევან წულაძემ, მედეა კუჭუხიძემ, კოტე მირიანაშვილმა, დათა თავაძემ, ლევან კოპლიანიძემ, გიორგი ქამთარიამ, ნიკა საბაშვილმა, ზურა კანდელაკმა. ანუ მე რატო ვამბობ? სხვადასხვა თაობის, აბსოლუტურად სხვადასხვა თაობის და სხვადასხვა ტიპის რეჟისურა და გამოჩნდა აქტიურად გამოჩნდა შექსპირი მოზარდ მაყურებელთა თეატრის აფიშაში. მე გეტყვით რომ აი მომავალ წელს ხდება 100 წლის მოზარდ მაყურებელთა თეატრი. 2012 წლამდე მოზარდ მაყურებელთა თეატრის ქართულ სცენაზე დაიდგა რომეო და ჯულიეტა 1940 წელს და შემდეგ დაიდგა 50-იან წლებში 60-იან წლებში მე-12 ღამე. ორად ორი პიესა შექსპირის და თვითონ ბატონ შალვას უნდა მაკბეთის დადგმა დაიწყო და მერე წავიდა კიდეც თეატრ ეს აღარ დაიდგა. რუსულ განაკვეთშიც ასევე ერთხელ დაიდგა რომეო და ჯულიეტა და დამთავრდა. 3-3 დადგმა არსებობს 2012 წლამდე ამ გენიალური ავტორის. აი უკვე 12-ის შემდეგ დაიდგა ზამთრის ზღაპარი, რომელიც საქართველოში საერთოდ პირველად დაიდგა რომეო და ჯულიეტა, კვლავ დაიდგა ქარიშხალი, დაიდგა ოტელო, დაიდგა ჰამლეტი, დაიდგა აურზაური არაფრის გამო. ანუ აი ამ 13 წელიწადში 6 დადგმა არის ამ ავტორის და მე გეტყვით რომ იგივე აურზაური არაფრის გამო იყო 6 საერთაშორისო ფესტივალზე და აქვს საოცარი პრესა. ჰამლეტ ჯერ ახალი დადგმულია და ერთხელ უკვე მოასრო გასვლა და გრან-პრის აღება ამ ფესტივალზე, ხოლო რაც შეეხება ოტელოს, რომელიც გია მარღანიას და ჩემი ერთობლივი ნამუშევარია და უფრო მეც ვიტყვი რომ გიას კიდევ უფრო მეტი წვლილი აქვს ამ სპექტაკლის შექმნაში. იდეა იყო ჩემი და პეტრე ოცხელის ესკიზებით არის გაკეთებული სპექტაკლი კოტე მარჯაიშვილის ბოლო სპექტაკლი იყო ოტელო და სწორედ ამ ესკიზებით. ამ სპექტაკლმა სამჯერ სამ სხვადასხვა ქვეყანაში აიღო საუკეთესო რეჟისურა და ერთგან აიღო თოჯინურ ენაზე შექსპირის კლასიკური ტექსტის საუკეთესო ინტერპრეტაცია, აი ესეთი პრემია. ამას გარდა მსახიობი ვანო დუგლაძე დაჯილდოვდა იაგოს როლის შესრულების გრან-პრით როგორც მსახიობი. აი ესეთი წარმატება ჰქონდა თვითონ ოტელოს. ნუ არანაკლები წარმატება ჰქონდა რწყილი და ჭიანჭველას და სულ ხუმრობ ხოლმე ჩემს ვინმეს რო ეთქვა რომ შენ დადგამ რწყილი და ჭიანჭველას და ნახევარ მსოფლიოს მოივლი. ეს იქნებოდა კურიოზი, მაგრამ რო დაიწყო იაპონიიდან აგერ ბოლო სპექტაკლი ბოლო გასტროლი იყო მაკედონიაში და ეგ იყო მე-14 ქვეყანა, სადაც იყო რწყილი და ჭიანჭველა და აი ეს მე-14 დაგვირგვინდა იმ ფესტივალის გრან-პრი აიღო. და ეხლა სადმედი ხარ რაღაც ერთ კვირაში? ეხლა ერთ კვირაში არა, 3 დღეში 12-ში მე მივდივარ ტრაბზონში. იქ იმართება ფესტივალი, მცირე ფორმის სპექტაკლების ფესტივალი. ჩვენ შარშან დავდგით ოზურგეთის თეატრთან ერთად კოპროდუქციაში ანა დგოვის პიესა ოხ ღმერთო, მიუძღვენ ზურიკო ბერიკაშვილის ხსოვნას, იმიტომ რომ ეს როლი აღმოჩნდა ზურიკოსთვის უკანასკნელი ამ პიესაში თამაში. ერთხელ დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში ეს დათო ჩხარტიშვილმა დადგა და ჩვენ დავდგით სხვა ინტერპრეტაციით და აი სწორედ ეს სპექტაკლი იყო ესპანეთში ნოემბერში გასტროლებზე და ეხლა მიდის ტრაბზონში და აი უკვე შემდეგ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გასტროლი ოტელოსი
ოტელო მიდის შექსპირის მშობლიურ ქვეყანაში. ლონდონში. ინგლისში, სადაც იქნება ინგლისში თუ ლონდონში? ლონდონში არა, იქ არის ბრისტოლის თოჯინური სპექტაკლების ფესტივალი და ლონდონშიც ვითამაშებთ სპექტაკლს, უბრალოდ ფესტივალი იმართება ბრისტოლში და ლონდონში გთხოვეს ასევე რომ დამატებით ერთ სპექტაკლი იქაც ვითამაშოთ. ეს არის უახლოესი გეგმა, რაც შეეხება თვითონ თეატრს, თეატრში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მე იცი შენ 99 წლიდან დღემდე 37 წელია ვარ პედაგოგი თეატრალური ინსტიტუტის და თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი ჩემ პედაგოგიურ კარიერაში არის ჯგუფი, რომელიც წელს ამთავრებს 9 ადამიანი და მათი სადიპლომო სპექტაკლი დავდგით ჩვენ უკვე მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში. ეს არის კლოდ მანიეს ბლეზი და 9-ვე სტუდენტი და ჩემი ასისტენტი ახალგაზრდა არაჩვეულებრივი ნიჭიერი კაცი გიორგი სულთანიშვილი ავიყვანეთ მოზარდ მაყურებელთა თეატრის შტატში. სულ 10-ვე, ასე იგი, ჩემი ასისტენტი და ეს იყო ძალიან დიდი მოვლენაა თეატრისთვის თავისთავად ესეთი გადახალისება და აი ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, რაც თეატრს აქვს. ძიმა, აი რომელი სპექტაკლებია ეხლა ისეთი ამდენი სპექტაკლიდან, რომელიც აი როგორ ვთქვა, ესე ვთქვა, რომ არ ბერდება. ან და აი ყველაზე დიდი მოთხოვნა რომლებია. აი გეტყვი ეხლა 9 აპრილია დღეს. 5 აპრილს კვირას ჩვენ დიდ და მცირე სცენაზე გქონდა, შაბათ-კვირას 5 სპექტაკლი გადის ჩვენთან, 5 შაბათს, 5 კვირას და აი კვირის აფიშაზე ეწერა ალადინი მეორასე წარმოდგენა. და იქვე მცირე სცენაზე წყილი და ჭიანჭველა მე-400-ე წარმოდგენა. ანუ 2018-ში დაიდგა წყილი და ჭიანჭველა, გავითვალისწინოთ 2 წელი პანდემია, 6 წელიწადში 400-ჯერ ვითამაშეთ წყილი და ჭიანჭველა. მაგრამ ეს არის მცირე დარბაზის სპექტაკლი. ალადინი დიდი დარბაზის სპექტაკლია, იქ მეტი ადამიანი ეტევა, ის ვითამაშეთ მე-200-ე სპექტაკლი. აი ესეთი სპექტაკლების რაოდენობა ეხლა 13 მაისს გვაქვს ჩვენ არ დამივიწყო გვაქვს ასეთი სპექტაკლი რეზო მიშველაძემ სპეციალურად ჩვენ თეატრისთვის თავისი 4 ნოველის საფუძველზე დაწერა. ჩვენ საერთოდ გვაქვს ეს ტენდენცია ცოცხალ ავტორებთან ურთიერთობის. ჩვენთან დაიდგა ნოდარ მაჭარაშვილის ავი მუსაიფი, მეფე ერეკლეს ცხოვრებას. ჩვენ მიგვაჩნდა რომ მეფე ერეკლეზე იმდენად გამრუდებული მოსაზრებებია, რომ თეატრს ქონოდა რაღაც თავისი პოზიცია. ისევე როგორც შარშან მე პრინციპულად ავიღე ლამბალო და ყაშა. გამრუდებული ადამიანების პოზიციებია ეგ. ხო, და მე ავიღე ლამბალო და ყაშა პრინციპულად. ასევე რომ თეატრს აქვს აი ის პოზიცია, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამოკიდებულება ჩვენი მტრისადმი მიხეილ ჯავახიშვილის სწორედ ამ ნაწარმოებშია და აი ამ ნაწარმოებები ვესაუბრებით ჩვენ მე არ ვთვლი რომ 12 წლის ასაკის შემდეგ და 10 წლიდანაც კი რამე ტიპის თემა არსებობს სადაც ენის მოჩლეკით უნდა ველაპარაკოთ მოზარდს. ამიტომაც გამოჩნდა ჩვენ რეპერტუარში ამლეტი. გამოჩნდა ჩვენ რეპერტუარში იგივე ლამბალო და ყაშა თუ ოტელო თუ ქარიშხალი გოგა თავაძის დადგმული საკმაოდ რთული ნაწარმოები არა შექსპირის. იქ საბაშვილის დადგმული 1942 1945 მოდიში. მან აიღო თეატრალური პრემია დურუჯი ამ სპექტაკლმა და ნიკა იყო ჩვენი შტატის რეჟისორი, როდესაც უკვე წარადგინეს სანამ წავიდოდა ხო, რასაკურველია და ნიკა საბაშვილის სპექტაკლი ჩვენთან დადგმული ქაღალდის წვიმა იყო ედინბურგის ფესტივალზე წარმოდგენილი ასევე. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ აი ესპანეთის ბოლო ფესტივალი იყო ესპანეთი და ეხლა უკვე პირველი არის ამ სეზონში ზეგრო წავალთ 50-მე საერთაშორისო გასტროლი იყო აი ამ 13 წელიწადში. რაო, ყველა რეკორდი მოხსენით. ხო, ყველა რეკორდი მოხსენით რა. არ ვიცი. აი ეს ჩვენ გვაქვს კიდე ეს ერთ მიმართულება, რომ ჩვენ ვაკეთებთ ალბომებს, წიგნებს
და ალბომებს, სადაც გვინდა რომ გავზარდოთ ცნობა. სანამ მაქამდე ვარ გამორჩეული გასტროლი მითხარი. აი ყველაზე უფრო მაგი ცალკე მაგი ვიცი რომ წიგნებთან დაკავშირებით ბოლოსკენ მაგ და ბოლოს გავიხსენოთ ჩვენი ძმები და მე. საოცრებო ქვეყანა არის იაპონია, მოგეხსენებათ და მარჯანიშვილის თეატრი იყო ერთადერთი ნამყოფი ამ ქვეყანაში 91 წელს მონძაემონ ჩიკამაცუს ნაწარმოებით მედეა კუჭუხიძემ დადგა შეყოლება. მარჯნიული ჩამოიყვანეს მანქანები. ხო და ამის შემდეგ მოხდა აი ესეთი ამბავი. მაგრამ აი გასტროლები სადაც აი ეგვიპტე ავიღოთ თუნდაც ოტელოზე, თუნდაც ავიღოთ ვარნის ფესტივალი, თუნდაც ავიღოთ ალმატის, სადაც განხილვები მიდიოდა სპექტაკლების შემდეგ და მე უყურებდი რომ იყო აი გამანადგურებელი კრიტიკა მიდიოდა სპექტაკლების და ფსიქოლოგიურად მოვემზადეთ რომ შეიძლება ეს ფორმა რა ჩვენ შევთავაზეთ ნახევრად თოჯინური ნახევრად ის არ იყოს მიღებული ხო და თან უკვე 100 წლის წინ გაკეთებული ესკიზებით დეკორაცია კოსტუმი უცებ მოვიდა ჩვენამდე და 6 კაცი იყო ჟიურში 6 სხვადასხვა ქვეყნიდან რაღაცა იქ მოითათბირეს და უცებ ერთ-ერთი დგება და ამბობს რომ ჩვენ ოტელოზე ვერაფერს ვერ ვიტყვით, უბრალოდ წამოვდგებით და თავს დაგიგრავთ. იყო აი ისეთი მოულოდნელი ის იყო ეს რომ მეტი არ შეიძლება, ხვდები? ახლა კრაიოვაში არ იყო მაგალითად რუმინეთში, არ იყო ნამდვილად კონკურს ფესტივალი, მაგრამ როდესაც აი ვინმე თუ გაგიგიათ პიტერბრუკიდან დაწყებული ლეპაჟი და რა ვიცი ვისთ არა დამთავრებული ყველა სპექტაკლების დათვალიერება მოაწყვეს, იმიტომ რომ იყო საიუბილეო 50-ე ფესტივალი ამ კრაიოვაში და უცებ მოხდა ოტელო აი ამ დასახელებებში. თავისთავად შეიძლება გაცილებით მაღალი შთაბეჭდილება დამიტოვა სიტყვაზე იაპონიის ფესტივალმა აზიის ასტეჟით მოწყობილმა ან მაგრამ ემოციურად იყო კრაიოვა ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და იყო ლევილის ჩვენს მამულში ნათამაშების სპექტაკლი. აი ეს იყო კიდე ცალკე სხვა ემოცია, როდესაც რატი გოგუაძე, რომელიც ჩემთან ერთად იყო და თამაშობს კასიოს ოტელოში და იქ ვალოდია გოგუაძის სახლი რო დგას იმ მამულში, ბაბუამისის ძმის, ნუ ემოციური და მე გავედით საფლავზეც, ლევილის სასაფლავზე, სადაც იქ არის ნამეტია ბერძენიშვილთან ერთად დაკრძალული მის მეუღლესთან ერთად. თავისთავად არის ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი არის, ბევრია, უბრალოდ მე ვერც ჩამოვთვლი ახლა. იმდენი გასტროლი იყო, რომელი უფრო, მაგრამ აი ესენი გამორჩეულად იყო. დიმა გენაცოლო შემითავი ახლა ჯერ მარტო იმიტომ რომ ისეთი ორატორი ხარ რომ აი რაღაცნაირად შეწყვეტაც ის კარგად გისმენ რა მავიწყდება რომ წამყვანი ვარ მაშინ გითხარა ხვასაც არ ამოვიღებდი ესე კარგად ლაპარაკო ხო და რა მინდა რომ გითხარ ახლა შემოქმედ კიდე ერთი შემოქმედების მხარები და შენი წარმოუჩინო ჩემს მსმენელს და მაყურებელს შეუბადო ავტორი ხარ წიგნების გენაცოლო შემითავი დაგომაცარ უნდა იყო რა იმდენი რამე იცი ამ ეხლა ნუ ერთი წიგნი არის ვილიოსელიანი 2002-ში გამოშვებული სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 2008-ში სახალხო არტისტი კახი კავსაძე 2017-ში უპრესავად 11-ში კავსაძე და სახალხო არტისტი თენგიზაშვილი 17-ში მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 ესეც არის საოცარ ხალხს იცნობდი ვიცი დამბილად ეხლა და აი ხა თუ მუშაობ და ვიცი შენ რაღაცაზე მუშაობ და ჩვენ ზურიკელესთან დაკავშირებით 1-2 სიტყვა ვთქვათ. მე მგონი რაღაცას აპირებს ზურიკოსთან დაკავშირებით. ზურიკოს ალბომის გაკეთება იყო რაღაცა ძალიან მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ ნუ ძალიან დიდი გამოცდილება უკვე ამ ალბომებთან მიმართებაში, მაგრამ აი უმძიმესი იყო ამ ალბომის გაკეთება. ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იყო აი ყველა დღის, ყველა წუთის, ყველა წამის გახსენება. სრულიად შემთხვევით დაიწყო ჩემი ეს ამბავი. იყო ასეთი ფანტასტიკური კაცი, გაზეთ რესპუბლიკის კომუნისტების დროს ახალგაზრდა კომუნისტის რედაქტორი ჯემალ ნინუა. არაჩვეულებრივი კაცი, რომელმაც შემომთავაზა ქალბატონი ლილი 80 წლის გახდა, ის მენათესავებოდა და არ გინდაო მეო დაგეხმარებიო რომ აი შენ პედაგოგსო რაღაც მიუძღვნო და მოდი გავაკეთოთ ალბომიო. აი ეს იყო 2002 წელს სწორედ ლილი იოსელიანი და აი ამის შემდეგ ახლა იქაც ხედავთ რომ წვეტა 2002-დან 8-მდე არც არაფერი გამიკეთებია.
აი გავაკეთეთ ქალბატონ ლილიზე აი ეს პირველი კრებული, თუმცა შემდეგ უკვე ბევრად უფრო მასშტაბური დიდი 100 წლის თავზე გაკეთდა 4 წლის წინ ქალბატონ ლილის სადაც შევიდა მისი ნაშრომები, სამეცნიერო კვლევები, ექსპლიკაციები, რომელიც მომავალი თაობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჰამლეტის ექსპლიკაციაა, რომელიც ადვილად მისაწვდომი პიესა, ასე ვთქვათ, ყველასთვის და უფრო ნათელი პედაგოგიურად, აი როგორ არის დაშლილი მოვლენებად, ნაკვეთებად და ამ შემდეგ ასშემდეგ. მერე გაჩნდა ეს იდეა, რომ გავკეთებინა რუბრიკა სახალხო არტისტი და დავიწყეთ ბატონი გივით. ჯერ გივი ბერიკაშვილის ხელში ვარ გაზრდილი და ხვალ არის გარდაცვალების დღე. ხვალ არის 9 წელი მისი გარდაცვალებიდან, სხვათა შორის კახი კავსაძეც აპრილში გარდაიცვალა 27 აპრილს და მე მქონდა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს მქონდა ის სიამაყის ერთი მომენტი, როდესაც აი ამ ორმა უზარმაზარმა არტისტმა ბოლო მათი სენიური გამოსვლა განახორციელეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში. Այն გარდაცვალების წელს 2017-ის რო თენდებოდა ასე ვთქვათ, საახალწლო სპექტაკლებში ბატონი გივი იყო ახალი წლის მეკვლე. და დღეში 3 ჯერ, აი 84 წლის გივი ბერიკაშვილი არა მარტო ხვდებოდა, ლექს უკითხავდა, დალოცავდა ამ ბავშვებს, მერე იდგა ფოიეში და ფოტოებს იღებდა ამ ბავშვებთან. და კახი კავსაძემ ითამაშა ჩემთან პატარა უფლისწულში და ეს აღმოჩნდა მისი უკანასკნელი როლი და იგივე შემიძლია ვთქვა ბატონ კახიზე. მე გეტყვით ერთ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას, რაც თავისთავად აი ჩვენ პროფესიას, მსახიობის პროფესიას გულისხმობ კიდევ უფრო ნათელს ფენს თუ შეიძლება ასე ითქვას. კახი გახდა ცუდად. არა და გაყიდული ბილეთები სულ და ზედიზედ არის სამი სპექტაკლი. იძულებული ამ უფლისწულზე. იძულებული გავხდი, რომ ირაკლის დაურეკე, რომ ირაკლი რა ვქნა აი ეგეთ სიტუაცია და ერთადერთი რაშიც შეიძლება მაყურებელმა დაგვინდოს, უნდა ჩამოფრინდე და ირაკლი ცხოვრობს ვაშინგტონში და შენ უნდა ითამაშო. მამა შენის ნაცვლად უკაც საუნდტროფოში წევს. ჩამოვიდა ირაკლი, ჩვენ სპექტაკლები აღარ გადავდეთ, აი ესე დანიშნული სპექტაკლები და იმ დღეს პირველი სპექტაკლი რო გვაქვს, რეკავს ტელეფონი, დაეწერა კახი, ვიფიქრე, ხო ძია კახი, ძიმა მე მოვალ. სად მოხვალ ძია კახი მე ვთქვა. სპექტაკლს ვერ ვითამაშებ, მოვალ და თუ შეგიძლია, აი მე შემოყვევი, ჩემით ვერ გადავადგილდები, სცენაზე გამიყვანეთო, ბოდიში უნდა მოვიხადო. და ეს აქტი შედგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. რომ გამოვიდა კახი კავსაძე და მაყურებელს მოუბოდიშა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო თამაში. აი არ ვიცი ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია იმ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ მაყურებელი მისთვის იყო გადამწყვეტი. ეს მიყვებოდა და იმ წიგნშიც არის რომ გამოვედითო მე და ხაზანოვი ერთად რაღაც სპექტაკლიდან და არმია დგას მე ვინ მიცნობდა 3-4 კაცი იდგა ავტოგრაფზე ხაზანოვს მიცვიდნენ და არდით აქედანო ესე უდიერად გავაჩერეო შენ რო ხარ გენადი ამ ხალხის გამო ხარ გენადი თორე ვინ იქნებოდა დადგები ეხლა და რამდენი ხანიც საჭიროა ხელს მოუწერ ამ ბავშვებსო და მერე გააცნობიერაო რა უთხარი ეგრეა ამიტომ მაყურებლის ღალატი არაფრით არ შეიძლება როგორ გეკადრება რა თქმა უნდა ეს ამას კარგად გძნობდნენ და ძალიან ბევრი ამთავრებს დავით რაც შეეხება ზურიკო ეხა ჩემი ოჯახის წევრია ღვიძლი ძმა არის მაგრამ იგივე ძმა არის ხო იმაზე ახლა საჯაროდ ვისაუბრო რომ აი მე უბრალოდ მე ვამბობ ერთ რამეს არავითარი დაკნინება ან შეურაცხყოფა ვინმესი რასულელია უბრალოდ მე არ ვიცნობ თეატრალურ სამყაროში მსგავს ადამიანს არ ვიცნობ ასეთ თავდაბალს ასეთ ჭრილში მყოფს და თან კონდა იმის უნარი რომ არ წონდა იჩტანში იყო ხო აი რაღაცა ბუნება ხარ კარგი ბიჭო გამოდი ან мама შენ ჭრდილიდან გამოდი ან რატო გამოვიდა რა ცუდი ჭრდილია ხო ერთად მითხრა არა მე ის თვლიდა რომ ის ბედნიერი იყო იმით რომ მამამისშვილი იყო ის ბედნიერი იყო იმით რომ მთელი ცხოვრება იყო
იმ საქმეში რა საქმე ძალიან უყვარდა და იმ ადამიანთა გარემოცვაში რომლებიც სიგიჟემდე უყვარდა და არასოდეს არც კვანტი დაუდია არავისთვის და არც უღალატია ამ ადამიანებს. არა, თან ისე იყო, აი, ისეთი ადამიანი იყო, რომ არ ვიცი მე ხა მაგაზე ცუდის მთქმელი ეხლა რა. აი როგორ გითხრა, იმიტომ რომ შეეძლო ყველასთან ურთიერთობა. ყველასთან ურთიერთობა, ეხლა რაც ეხლა ბევრს არ შეუძლია. მე მაგალითად ეგ არ შემიძლია. ნამდვილად. ხა ამას შეეძლო ისე რომ აი ყველასთან ურთიერთობა ქონდა ისეთი რომ მართლა ყველას რო უყვარდა ესეთი ტიპი. კი ბატონო. მერტმა გაანათლოს მე სულ ხა ჩემი მეგობარიც იყო, გივიც ჩემი მეგობარი იყო, მე ვიტყოდი ასე, იმიტომ რომ მასთან ერთად სულ ახალგაზრდა კაცმა ერთად 2 კვირა გავატარე ფოთის სასტუმრო ნომერში გივისთან ერთად მე ვცხოვრობდი ერთად თამაშობდით მარადისობის კანონს. გაიგე და მე ვიყავი ბაჩანარამიშვილი და ის იყო ბულიკა. მიწვეულები ვიყავით, რა ხდებოდა გივის სტუმრობით, მაშინ ლაკაც ახალი გამოსული იყო და მეც პატარა ისეთი გაპოპულარულებული ტიპი ვიყავი, მაგრამ ნახე გივი მერიგაშვილი ეწერა. დიდი ასოებით ბულიკა, მთავარ როლის შესრულებელი საშუალო ასოებით და მიწვეულები ვიყავით და წარმოვიდგინე რა ხდებოდა დილის 7 საათიდან, ჯაბან, ადექი რა მე თუ ვინმე ადრე მაგვიძებდა რა მეგონა საერთოდ ტოროლა ვარ ბავშვობიდან. ნუ მე ხა იქ უამრავ მე მოყვები ახლა ისეთი ამბავი მე ზურას ბავშვობიდან მახსოვს წვერი წყურეთი გვერდზე იყო ჩვენი აგარაკები ფეხით გადმოვდიოდი გივისთან მაგასთან დაკავშირებით ერთ იუმორისტულ ამბავს გეტყვი მაგის გაკეთებული მაწვლის სუპი მაგ ნაჭამი გივი გადაწყვიტა რომ ჩვენ გვაჩვენოს რა არის ბრიგადა ხო და ბრიგადაში ხო დადიოდნენ ძველი არტისტები ძველი კოცე სილაცხს უყველა რომ რაღაცა 2 კაპიკი რო ეშოვათ ამ ზაფხულის პერიოდში და შეკრა ბრიგადა მე გურამჯაში იაშოღლიაშვილი ზურიკო თენგო პაპიძე და თვითონ არის ასე ვთქვათ პარავოზი ამასაც ასე ეძახდნენ ესე იგი ვიზეც მოდის მაყურებელი და დავდივართ ქალაქიდან ქალაქში ვართ ერთ ამბავში და ხობში ვართ და ცხელა ისე რა იწვის ქვეყანა და ვყრივართ გარეთ მოლზე და გივი უკვე აბოჩკა უკეთია და გადმოიხედა რას ხედავს ვყრივართ ამოეთრიე ჯაიცვი დროზე და ზურიკო უკვე არა ეს არ უნდა წამოგვეყვალა ზურიკო სტადი უმორი კონდა გემრიელიცა ეს არ უნდა წამოგვეყვალა პარავოს ხო პარავოს მარტო ვაგონები უნდა წამოსულიყავით ეს არ უნდა წამოგვეყვალა შეგენაცვალო ჩემი თავი რავი დიდი მინდა რომ გადავიდე ბოლო შეკითხვაზე გეგმები მაინტერესებს შენი და ჩავედიოთ ერთი 5 წუთი კიდე გვაქვს და მე უნდა ამოვიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს გეგმა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გაქვს სახელმწიფოსთან ერთად ხო ჩვენი თეატრი სასწრაფო რეაბილიტაცია საჭიროებს უკვე პროექტი დამტკიც და უკვე პროექტი რა ხდება ამ რემონტთან და იქ მაინტერესებს კი და ახლა ჩვენ უბრალოდ მოგცემენ ამ სეზონის დასრულების საშუალებას ჩვენზე რა ხდება ხო არის მაგის გეწოდინება მარჯანიშვილის ხელმძღვანელობამ იდარდოს საკმაოდ რთული პროცესია და ამიტომ ამბობ ჩვენ მივიღეთ უკვე მოვიპოვეთ მერიისგან მშენებლობის ნებართვა რაც არის გადამწყვეტი ნებართვა როცა დაიწყებ რეაბილიტაციას და ჩვენ გვექნება დაახლოებით 3 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი თეატრი მე ასე მგონია და მე ვთქვი უკვე გადიხართ უკვე იწყება ჩვენ ახლა გავალ სეზონი რო დასრულდება ივნისის ბოლოს დასრულდება და საათი მიდიხართ ამდენი სპექტაკლები ჩვენ გავდივართ როგორც ჩვენ ვიცით სომხური თეატრის შენობაში რომლის რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნება ეს სომხურად უნდა ითამაშოთ ოქტომბერში გაიხსნება სხვადასხვა სომხურ თეატრში მე მაგ დადგმული სპექტაკლი და არაჩვეულებრივად ლაპარაკობენ ქართულადაც და ქართულ ენაზეც თამაშობენ, მინდა გითხრათ, გარდა სომხურისა. და მომავალ წელს ჩვენ გვისრულდება 100 წელი და ამასთან დაკავშირებით აი შენთან ვაჟღერებ პირველად. საჯაროდ ჯერ ეს ბადრი ბაისურაძემაც არ იცის და შეიძლება შენი ეთერით გაიგოს. ამის შესახებ მოზარდ მაყურებელთა თეატრმა არსებობა დაიწყო ოპერის თეატრში. პირველი სპექტაკლი შედგა ოპერაში. ამიტომ გვაქვს სურვილი, რადგან მომთაბარედ ვიქნებით 100 წლის თავზე. ოპერის თეატრში ეთამაშოთ. მომავალი წლის 18 აპრილს 100 წლის იუბილეს სწორედ იმ შენობაში გადავიყავდოთ, სადაც დაარსდა ეს თეატრი. აგაში რა. აი, ამისთვის ეს 3 წელიწადი რო გამოვიდნენ საერთოდ და შეხედეთ. კაი შენობაა ისე. და აქედან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ ახლა ალბომს, საიუბილეო ალბომს, ვაკეთებთ მეორე ტომს მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწე
სცენოგრაფების ალბომის პირველი გამოვიდა ეხლა სრულიად ფანტასტიკური ალბომი ცალკე ვაკეთებ ალბომს ლომგულ მუროსიძის 80 წელთან დაკავშირებით და ნახოთ რა გამოგვივა და როგორ გამოგვივა და ნუ ეს წერას კი ვყავარ ატარელი და სხვადასხვა ტიპის ბუკლეტი ალბომი წიგნი ყოველწლიურად არის და შენ წარმოიდგინე გიალია ხდება 60 წლის და მას ჩვენ უკეთებთ ალბომს იცით რას ლაპარაკობ დიახ ჩვენთან არც ერთი არტისტი დასში 60 წელს ზემოთ არ არის ვისაც ალბომი არ გაუკეთდა უკვე წერ გაუპარსავი არ მოვიდეს ჩემს უფრო ბაჯულიანი კაცი ვნახევ, ხო იცი ეგ? რა თქვა? როგორ მივხვდიო უთხეს და საათი ეკეთაო და ესე შეუბერა და ისე მითხრაო. ისე არ ჩანდა საათი ბანკში. ხო, არ ჩანდა. აუ, გამიხარდა ძალიან გიალიას ამბავი. ჩემო, იბა უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენო. ასეთი კარგი, ესეთი დალაგებული საუბრისთვის, რომელიც არც უფრო ის ხშირი მართალი გითხრა, მონდატრებულია ხალხი ეგეთ საუბარს. მადლობელი ვარ და წარმატებების მეტი რა უნდა გისურვო რა. აი ესეთი მუყაითი კაცი ხარ, იჭიერი კაცი ხარ, შრომელი კაცი ხარ, დამფასებელი ადამიანი ხარ. შეფასებელი, დამფასებელი ადამიანი ხარ, ადამიანის და მსახიობის იქნება თუ და შეიძლება ზოგადად აკეთებ ყველაფერს. შრომობ, მაგრამ რა შრომობ ქვია მაგას მოვდა. მადლობა რომ მოიცალეთ იმისთვის რომ თითეული ჩემი ასეთ საჯარო გამოსვლა კიდევ ერთი PR კამპანია მოზარდ მაყურებელთა თეატრის რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას რომ ღირსეული ადგილი კონდეს ქართულ თეატრალურ ნამდვილად და შენ ამას მიაღწიე რომ ღირსეული ადგილი უკავია ამათ წელს განმავლობაში თუ რაც ხარ და უღრმესი მადლობა. ბატონებო და ქალბატონებო, მადლობას მოვუხდი ჩემს სტუმარს პატივი იყო ეს იყო 98 და 5 ჯაპანას პაპანაკება დიდება და ხსენება ყოფილიყოს და იქნება 9 აპრილის დაღუპულების ყველასი ჩემო ბატონო და აღდგომას გილოცავთ დამდენ გამღლებას მშვიდობა ბედნიერება ვიყოთ ჯანმრთელად და მოუვაროთ ერთმანეთს მამასა აქვს ხონება მომავალ ხუჩა ბატონო ჩემო ბატონო